კი და აქაც რაღაცა შეიძლება ესე იგი რაღაც საკრალურ რიცხვებს გამოკრათ ხელი. მაგრამ იგავი მიდის ესეთნაირად, რომ არის ხელმწიფე, ესე იგი ჯანაკასთან მოკლედ მოყვები, მოდის მტერი ეუბნება, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. შენ ახლა ესე იგი უნდა დანებდე, იმიტომ რომ მე იმხელა არმიით მოვედი და ფაქტიურად ახლა ინდურ რეალობაში გასაგებია, რომ თუ მეფე ხარ, ყველაფერი გაქვს და თუ მეფე არ ხარ, არაფერი არ გაქვს, იმიტომ რომ ეს კონტრასტული საზოგადოება არის, ასე ვთქვათ და ჯანაკა ერთ წამში ხდება რაჯადან ხდება ფაქტიურად მათხოვარზე კიდევ უფრო ქვემოთ ის მიდის ტოვებს სამეფოს იქ ერთი ადამიანს თხოვს რომ საჭმელი გამატანეო ის ეთქვის რომ მოიცე ხა მე რო გაგატანო საჭმელი კიდე ეს ახალი რაჯა კიდე რას გვიზავს გეხოცებიო შენ რო წახვალო მათხოვრებს ჩვენ რო ვაძლევთო და იმათ თუ რაღაცა საჭმელი დარჩეო იმათ გამოვართვიო და აი ეს სოფელსა და სოფელ შორის იქ ძალიან დაბალი კასტის ხალხი არის, რომელსაც სოფლებსაც არ უშვებენ, აი იმათთან მიდის და ისინი რომ ჭამენ, ვიღაცა არიგებს იქ ბრინს, ჯანაკა დგება ამ რიგში, მას ბოლოს მოუწევს ეს ყველაფერი და ეს კაცი იცნობს, რომ რაჯას ტანსაცმელს შედა, რაჯა აქ რა გინდაო და ნუ ესეო, ფაქტიურად უბრძოლოდ დათმეო და მე რაჯა აღარავო, რომ მარტო ტანსაცმელი გადამრჩაო და ფაქტიურად, როდესაც სულ რაღაცა ორ კაკალ ბრინს მიაწვის ჯამით ეს ადამიანი, ისა რომ ჯანაკა უნდა შეჭამოს და ამ დროს ჩიტი მოდის, ჩიტი ფთას გაკრავს და ეს ჯანიც ვარდება და ჯანაკა საერთოდ უკვე განულებული არის და მიწაზე დაემხობა და აი ამ დეპრესიულ მდგომარეობაში იტყვის, რომ აი ხა ნეტა ფსკერი გამისკდეს და მოვკვდე და უცებ მას ეღვიძება და აი ამ გაღვიძების მომენტში ჯანაკა აფიქსირებს, რომ არის დიდი განსხვავება შინაგანად რას გრძნობს და გარეგანად როგორ აღიქვამს სამყაროს, რომ გარეგანად ხედავს, რომ ის ლოგინშია და არც არაფერი ამოხდა და ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა. მაგრამ ეს ემოციები ბუნებრივი ამაში ქრისტიანული მარცვალიც არის. ხო? რაც არ უნდა ვთქვათ, რომ რუსთაველი იწყებს ამას რაღაცა თუ თქოს და არ ვიცი, სუფიური ტრადიციით თუ ინდური, ასე ვთქვათ, თუ სტილით თუ როგორი ბმაც არ უნდა ვეფხისტყაოსნის გავაკეთოთ სხვა კულტურებთან ამ დროს თვითონ ეს ფაბულა რომ სხვისი გადარჩენით გადავრჩები მე თვითონ ძალიან ქრისტიანული არის და მე ძალიან მომწონს ეს მომენტი აი თვითონ იდეაში უნდა ვთქვა რომ ეს იგავი თლათ ინდური იგავიც არ არის იმიტომ რომ ამ იგავშიდაც ეს ქრისტიანული მარცვალი არის თითქოს და რა რომ შენ ხარ რეალობა და შენ ამ გაერთიანებას აკეთებ მაშინ, როდესაც შენი შინაგანი სამყარო და გარეგანი სამყარო ცნობენ ერთმანეთს. როდესაც ეს კავშირი გამოდის და შენ ამბობ, რომ ჩემი გრძნობა ცალკე კი არ არის და ჩემი ვიცი ცალკე კი არ არის. არა, რაც ვიცი იმას გრძნობ, შესაბამისად გავიგე და მე ვარ ის, რაც გავიგე. ხო, აი ეს არის ეხლა ჩავარიხინე ეხლა მთელი ფილოსოფია, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში გადის იმაზე, რომ რეალობა ხარ შენ, რეალობა არის ცნობიერება, რეალობა არის ის წერტილი, როდესაც ხდება მიხვედრის აქტი, როდესაც ორი სამყარო ეხება ერთმანეთს და იმ შეხების წერტილს ქვია შემეცნება და ცნობის აქტი ხდება. დანარჩენი შიგნით რაც ხდება სუბიექტური არის, გარეთ რაც ხდება შეიძლება გაუგებარი იყოს, გარანტია არ გვაქვს, რომ რასაც ვხედავთ ის რეალობაა, გარანტია არ მაქვს, რომ რასაც ვგრძნობ ის რეალობაა, მაგრამ თუ მე რაღაცა გავიგე, ის უკვე გავიგე და მანდ უკვე შენ ვეღარ მეტყვი, რომ არ ენდო და არ დაიჯერო საკუთარი თავის, იმიტომ რომ მაშინ მე ვიტყვი რომ მე დაგასწარი შენ და მე ეს უკვე გავიგე. ხო, აი მან მეკითხე ზუსტად რომ იქნებ ეგ დაჯერებაც ჩემი გონების ნაყოფია და მე მაჯერებ ჩემი გონება რომ დავიჯერე რაღაცა. არა, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეგ ამბავი, აჯერებთ თუ მართლა გაიგეთ. როგორ შეიძლება